გილამშვიდობისა, მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს არის 24 ივნისი და თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძე და კახა მიქიაშვილი, თქვენთვის უმუშავებ დღეს მადლობა რომ გუყურებთ. მოგესალმებით, ყველას ბედნიერ დღეს გისურვებ, შევეცდებით საინტერესო იყოს თქვენთვის ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ტრადიციულად ჩვენს ეთერში. შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 24 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა ღირსარს და მოიხსენიებს წმინდა მოციქულებს ბართლომესა და ბარნაბას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გელოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების ხსენება, შეგვეციოს ღირსარსის ხატი, მოციქულთა ხსენება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, იმ თემებს, სტუმრებს, რომელზეც თქვენ ძვირფას ყურადღება შევაჩერებთ და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ჩვენ გვითხოვ დროს. პირველი თემა იქნება ღვთის განგებულებისადმი ნდობა ჩვენს ცხოვრებაში და ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი სტუმარი იქნება დიდ დიღომში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. გადაცემის მსვლელობისას ასევე ჩაგვერთვება პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი. კანდელაკი ვისაუბრებთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც სამრევლოს წინამძღვარმა ყველასათვის საყვარელ ფეხბურთელთან გიორგი მიქაუტაძესთან ერთად განახორციელა. რა თქმა უნდა, დიახ და ასევე სამრევლოს სხვა სიახლეებზეც ვისაუბრებთ და ძალიან გვიხარია, რომ აი უცხოეთიდან გვერთვება ქართული სამრევლოს წინამძღვარი. ზოგადად მამა ანტონი ძალიან აქტიური ამ კუთხით, გარდა იმისა, რომ ის რა თქმა უნდა, როგორც სულიერი მოძღვარი სამრევლოს წინამძღოლობს, არაერთი აქტივობა აქვს სხვადასხვა კულტურული შემეცნებითი და ძალიან აერთიანებს სამრევლოს. მე თავად ვიყავი და ეს ყველაფერი ნანახი მოგზა ამ კუთხით მამა ანტონს განსაკუთრებული მადლობა. დღეს ასევე ჩვენი სტუმარი იქნება ჰოსპისი ფერისცვალების აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ფალავანდიშვილი. გეტყვით, რომ ჰოსპისი ეძებს ახალ კადრებს, რომლებიც ჩაერთვებიან მზრუნველობით პროცესში და ბევრ ადამიანს შეემსუბუქებენ თავიანთი დახმარებით თულპრიობებს. თუ როგორ შეიძლება ამ ძალიან კეთილ საქმეში და პროგრამაში ჩართო, უფრო მეტ ცხადია ჩვენი სტუმარი მოგვიყვება და გაგვაცნობს, რა ფორმით შეიძლება გავაკეთოთ სიკეთე. და გადაცემის დასასრულს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, ემოციური ინტელექტი და მისი როლი ჩვენს განვითარებაში, ჩვენს ცხოვრებაში. აი სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი და ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ვფიქრობ, რომ საინტერესო გადაცემა იქნება და თავარია, რომ ჩვენს მაყურებელს საინტერესოს. ახლა ამინდი მოვისმენოთ, რამდენად საინტერესო ამინდი გველოდება დღეს თბილისში, მთელ საქართველოში. ახლა მოვისმენთ და დაგიბრუნდებით უკვე მოძღვართან ერთად დაგველოდეთ.
დილამშვიდობისა ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ერთსელოვნების დილას უყურებთ და პირველ სტუმარს წარმოგიდგენ დინდიღობში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე გახლავთ ჩვენი პირველი სტუმარი. დილამშვიდობისა მამა ირაკლი და დილამშვიდობის მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მშვიდობიან დღეს უსურვო ყველა ჩვენს. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ღვთის განგებულებაზე ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ნდობას ღვთისადმი, ღვთის გარეშე არაფერი ხდება. ამას სახარებაში წერია რომ ყოველთვის ღირი დათვლილია და ფოთოლი არ შეიძლება შემთხვევით ჩამოვარდეს და არაფერი არ ხდება ღვთის განგებულების გარეშე, ღვთის ნების გარეშე, ღვთის დაშვების გარეშე. თუმცა რამდენად ჩვენ ვენდობთ ღვთის განგებულებას, ეს არის მეორე საკითხი, რთული საკითხი და მე ვფიქრობ საინტერესო და საჭირო საკითხი და სწორედ ეს არის ჩვენი თემა, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ნდობა ღვთისადმი და ხანდახან ჩვენ გვინდა ისე იყოს როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე როგორც ღმერთს უნდა და აი ღმერთის მინდობა რამდენად მნიშვნელოვანია მისი განგებულების, იმიტომ რომ ღმერთზე საუკეთესო არ შეიძლება ვინმე გვირჩიოს რამე ჩვენ და ვინმე შემოგთავაზოს ეს. თემა ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ზოგადად ამ ქვეყანაზე ადამიანები ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ მოწოდებული ვართ მარადიული სიხარულისაკენ. და ამ ცხოვრებაში ერთი შეხედვით ძალიან ბევრ ხშირად უსამართლობას, ერთი შეხედვით უსამართლობას ვაწყდებით ხოლმე და კითხვა გვიჩნდება ხოლმე, რომ რატომ არის თქვა თუ რაღაცას ჩვენ სწორად ვაკეთებთ, რატო ხდება რომ ხანდახან ეს უსამართლობა ჩვენი ცხოვრების ხანდახან თანამდები არის. ან თქვა რაღაცები თქვა ლოგიკურ ჩარჩოებში აჯდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში და არის ხოლმე ხშირად ესეთი შეცდომა ადამიანის ქრისტიანის ცხოვრებაში, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ აი თქვა მე ყველაფერი გავაკეთე, ღმერთი ჩემს ცხოვრებაში არ ერევა და მაშინ რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, რაღა აზრი აქვს ჩემს ასეთ ქრისტიანულ ცხოვრებას და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანი თქვა თუნდაც ეკლესიასთან და ეკლესიაში მოსიარულე თქვა თავს რო თქვა მორწმუნე თუ ის ხშირად ამგვარი ფაქტების შემხედრებით უკან იხევს ხოლმე, იმიტომ მე პირადად მე მქონია შეხება ადამიანთან, რომელიც ჩემი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში ასე თქვა გადაიკვეთა ჩვენი გზები, მიუხედავად იმისა, ნათესავები ვიყავით, მე მასთან მანამდე შეხება ისე არ მქონია, მაგრამ აი როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, ვიცოდი რომ მას რაღაც სახში წმინდა წერილი ქონდა, მასთან მისვლა მიხარვდა და ვისკალი მე ურწმუნო ვარო და ანოს იმ პერიოდში როცა კომუნისტების დრო იყო, სახში წმინდა წერილი ქონდა და ვიცი რომ რაღაც თავის დროზე ლოცულობდა კიდევაც. კითხავს უსვამდი რატო ხარ ურწმუნო? რატო არ გწევს ღმერთის არსებობისა? მე ესეთ რაღაცას მეუბნებოდა რომ მე ღმერთს ხოვდი რომ ძმაო ჯანმრთელი მიმყოფეო 7 წელია ვთხოვეო რომ მისოცხლეო და 7 წელი მართლაც ვთხოვ, მაგრამ ბოლოს თხოვე რომ ერთი დღამე დარჩაო და ისეთი დღამე გადაატანინეო და ის არ გაატანე და აი რას ქვია და ის რას ქვია ჩემი ეს თხოვნა არ შეასრულაო და ამის გამო მე მისი აღარ მწამსო და ისეთი მომენტები ხშირად არის ხოლმე რომ თქვა ადამიანის ცხოვრებაში რაღაცერად ითხოვს გვაქვს და ხანდახან რაღაცა რომ აღარ შეგვისრულდება, აი ეს ადამიანი ხშირად ღმერთს ზურგს აქცევს ხოლმე და არის უფრო შორს წასული მდგომარეობა, არიან ადამიანები საერთოდ მაგალითად მე რომ შეხება მქონია თქვა ახალგაზრდობას და თქვა როცა თავზე სკოლაში ვასწავლედი, აი გამიგია თქვა ბავშვებისაგან რომ აი ღმერთის კი მწამს, მაგრამ ის რომ თქვა ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში რაღაც იდეერევა, მაგის აღარ მჯერა, თქვა ღმერთი სადაც შექმნა ეს სამყარო ღრუბლებში ზის და მე იქიდან გაუყურე თქვა ეს სამყარო როგორ იტანჯება აი ამ უსამართლობებით. საოცარი ფაქტი არის ესეთი რომ აი ვისაც დაინტერესებს შეუძლია გადაიკითხოს ივანე ოქროპირის განმარტება წმინდა წერილისა და როდესაც ივანე ოქროპირი განმარტავს სიტყვაზე თქვა პირველი კატასტროფა რომელიც ამ სამყაროში დატრიალა და თქვა გლობალური მასშტაბით თქვა წარღვნის ისტორიას რო განმარტავს და ეხლა ერთი შეხედვით მოხდა კატასტროფა, გადარჩა მარტო ნოე, მისი ოჯახი და ივანე ოქროპირი ლაპარაკოსო შეხედეთ ღმერთის კაცთმოყვარებასო. ერთი შეხედვით როგორ შევა თქვა ადამიანი განადგურდა დანარჩენი კაცობრიობა. განადგურდა კაცობრიობა, განადგურდა სამყარო, განადგურდება ასე თქვა, მაგრამ ივანე ოქროპირი ხაზგასმულად ლაპარაკოსო ღმერთის კაცთმოყვარებას შეხედეთ. უყურეთ ღმერთის კაცთმოყვარებას და ეკლესიის მამები ამბობენ ესეთ საოცარ სიტყვას. ღვთისო საქმეებშიო ჩაცდომაო შეუძლია განსაკუთრებულად მას, ვინც ცდილობს ამ ცხოვრებაში ღვთისნებებით იცხოვროს. ახლა ნახეთ როგორ არის, მე როდესაც ვცდილობ რომ თქვა ღვთისნებებით ვიცხოვრო, რაღაცები ჩემთვის მეტნაკლებად გასაგები ხდება, ღმერთი როგორ მოქმედეს ამ ცხოვრებაში, რა უნდა ღმერთი ჩვენი ცხოვრებაში პირადად ჩემი ცხოვრებისგან ზოგადად კაცობრიობისგან რა უნდა და მაგრამ როდესაც ადამიანი თქვა აი ამ ცნებებთან ან ღმერთთან ცხოვრების მისი ცხოვრება საფრთხესგან განყენებული არის, ის უყურებს ღმერთს როგორც აი კაც მსაჯულს, ასე თქვა, რომელსაც ერთადერთი ფიქრალი აქვს რომ ადამიანი რაღაცა ცოდვაში გამოიჭიროს და მე თქვა რაღაცით დასაჯოს. აი
ამასთან დაკავშირებით და როცა ამ საკითხს ვსაუბრობთ, ეს საკითხი აუცილებლად გადაბმული არის შინაგან რწმენასთან ადამიანის, იმიტომ რომ ეკლესიის ამბობენ, რომ არსებობს რწმენის სამი ხარისხი. რწმენა როგორც ასე ვთქვათ, დაჯერება ღმერთის არსებობისა, რწმენა როგორც მეორე ხარისხი, რწმენა როგორც ნდობა ღმერთისადმი და მესამე რწმენა როგორც ღვთისადმი ერთგულება. ეხლა პირველი თქვა შეიძლება ესეთი რწმენა, რომელსაც ჩვენ ლაპარაკობთ, თქვა რწმენა როგორც არსებობა, დაჯერება ღმერთის არსებობის, ესეთი რწმენა გააჩნია ეშმაკსაც, რომ ეშმაკს ჯერა რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ მისი რწმენა ამის შეგედ აღარ მიდის, იმიტომ რომ მას ჯერა რომ არსებობს, მაგრამ დამთავრდა ის შეგნებულოდაც კიდე ებრძვის ღმერთს, მაგრამ საოცარი ეს არის, რომ როდესაც ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და ცდილობს ამ ცხოვრებაში რაღაცნაირად ღვთისმსახურება აღასრულოს, აი თუნდაც რაღაცა ერთი შეხედვით შემთხვევა რაღაცა პრობლემა და ამ პრობლემა რო გადაილახა, მე აღმოჩნდა ამ პრობლემა რაღაცა სიკეთე დატოვა მის ცხოვრებაში, ანუ რაღაცნაირად გამოცდილება შეიძინა და ეს გამოცდილება ცხაწყოსო, ესე იგი ღმერთმა თუ კი მე მეგონა რაღაცა წინა ის პრობლემა მართა პრობლემა იყო, აღმოჩნდა ამ პრობლემამ მე სიკეთე მომიტანა ჩემ ცხოვრებაში და ესე იგი ყველაფერი რაც მე თავის დროზე თქვა ტკივილად და ტკივნულად მიმაჩნდა აღმოჩნდა რომ ჩემთვის სასიკეთო გამოდგა ეს ყველაფერი და ადამიანი შედის უკვე ღმერთთან ნდობაში. მე ვიცახი რომ თუ ადამიანს ეს ცხოვრებაში ეს სულიერი მდგომარეობა გამოუცდია, ამაზე ძვირფასი ამ სამყაროში არაფერი არ არსებობს, იმიტომ რომ აი ეს არის 91 ფსალმონის სიტყვების დავესესხები დავით მოსალმე ამბობს რომ რომელი დამკვიდრებულოს შეწევნით და მაღლისაითა საფარულოს აღმრთისა ზეცათასა განისვას და განმარტებული ეს რაღაცას ამბობს რომ რომელი დამკვიდრებულს ვინ არის ეს რომელი დამკვიდრებული ანუ ადამიანის სული მაღლის შეწევნით ანუ ჩვენს სხეულში რა ვინც არის დამკვიდრებული ჩვენი სული რომელიც ჩვენს პიროვნებას ასეთ განაპირობებს ხო რომ ადამიანის სული მისი პიროვნება არის და აი ეს რომელიც მაღლის შეწევნით არის დამკვიდრებული სხეულში ერთადერთი განსვენება რაც მას ეძლევა ეს არის ღვთის საფარულო ქვეშ თუ განისვენებს და ეს განსვენებაში როდის გრძნობს ადამიანი, როდესაც ის ადამიანის სილოსო ღვთის ცნებების აღმასრულებელი იყოს, მის ღვთის ნების აღმასრულებელი იყოს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მის ცხოვრებაში თქვა ბევრი თქვა ეს ტკივილები მოხდეს, განსაცდელები იყოს, ადამიანი ხედავს, რომ ეს ყველაფერი მოცემული არის ჩვენი შინაგანი გამოწრთობისათვის. ძალიან მიყვარს ხოლმე ამ სიტყვების გამეორება, ხშირად ვიმეორებ ხოლმე და მრევლთან რომ მიწევ შეხვედრა ესეთი სიტყვები გვაქვს ვამბობთ ხოლმე ჩვენ ზიარების შენგო სამადლობელად როდესაც ჩვენ ვეზიარებით ამ ცხოველს ყოფილ საიდუმლოს ღმერთს ვევედრებით რომ ეს საიდუმლო გახდეს ჩვენთვის ზეციური სასუფეველის თვისებად სუფევისა შენისა ანუ ისეთი თვისებები შეძინე შენი ზიარებით რომელიც მე ზეცაში მჭირდება და როგორითვის ახლა მე კარგი მას შესაძლებლად ესეთი რაღაცები მოყავთ ხოლმე მამას რომ აი გასაღები რომ მოათავსო თქვა საკეთში თუ გასაღების თქვა ერთი კბილანა აცდენილი არის თქვა არ გაიღება. ამიტომ ქრისტიანმა ამ ცხოვრებაში უნდა შეიძინოს ის თვისებები, რომელიც თქვა სასუფეველოში ჭირდება ადამიანს და აი ღმერთი რასაც მოქმედებს ამ ცხოვრებაში, თქვა თუ ადამიანი ყურადღებით ადევნებს თავის ცხოვრებას, თავს აღმოჩნდეს, რომ თითეული თქვა პატარა განსაცდელი, რომელიც თავის დროზე რომელსაც მე მატკინა, აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერმა მე შინაგანად გამზარდა და მე რომ გადაივლის რაღაცა პერიოდი უკან გადმოვიხედებით, გადაიხედება ადამიანი ღმერთს უკვე კი აღარ საყუდროს, რომ თავის დროზე საყუდრობდა სიტყვაზე თქვა დაწყების ეტაპზე. მე უკვე ღვთის კაცმოყარებას განადიდებს. აი ესა ბევრი მაგალითი არის მამათა ცხოვრებაში, როდესაც თქვა ადამიანს არ ესმოდა თქვა რატო უშვებდა თქვა ღმერთი განსაცდელებს, მაგრამ მე რომ ღმერთის გემოს გამოცდი და თავის აი ამ უსამართლო დამოკიდებულებაზე წუხდა ხოლმე. და აი მესამე ყველაზე აი ძვირფასი მდგომარეობა, რომელიც ასე თქვა წმენის არის, ეს არის ღვთისადმი ერთგულება, რომ შენ ცდილობ რომ ოღონდ ღმერთთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეს და ყველაფერს აკეთებ რომ ის ერთგული იყო. აი ეს განგებულებისადმი ნდობა, მოკლედ აი ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი ქრისტიანმა შეიძლება თავის ცხოვრებაში მოიპოვოს, როგორც გეუბნებით ეს მოდის გამოცდილებიდან და ადამიანის თქვა წმინდანების ცხოვრების დაკვირვებით და საკუთარი ცხოვრების დაკვირვებით. ეხლა ეს განგებულება ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადენოთ ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ ამ ღვთაებრივ განგებულებაში თვალყური ვადენოთ ზოგადად სახელმწიფოების ისტორიაში თქვა ისტორიაში და აი ამ განგებულებას ჩვენ შეიძლება თვალყური ვადენოთ პირადად ჩვენს ცხოვრებაში ან კონკრეტულად რომელიღაცა ადამიანის ისტორიაში თქვა მაგალითად დიდი მარხვა როცა მოდის ეკლესიის ყველას მოგვისმენია საოცარი ლოცვა ეფრემასურისა
როდესაც აი ეფერმასური ევედრება ღმერთს რომ განაშოროს თქვა რაღაცა ბოროტები რომელიც თქვა რა ბოროტებაც შევა ჩემ ცხოვრებაში ღმერთთან ურთიერთობაში გადამეღობოს და მე ვითხოვთ ღვთისაგან რომ ხოლო სული სიწმინდისა სიმდაბლისა მოთმინებისა და სიყვარულისა მოუმადლე მე და ესეც როგორც გითხარით ეს არის ის თვისებები რომელიც ადამიანს სასופველოში ჭირდება და თუ კი არსებობს ამ ცხოვრებაში ვიღაცა კონკრეტული ადამიანი რომელიც თქვა აი ამ თვისებებით იყო შემკული და თქვა მე შეიძლება მას მიუბაძო როგორც მაგალითს და საოცარი აღრია ესეთი მაგალითად ძველი აღთქმის მართალი იოსები. ეხლა როდესაც მართალი იოსების ისტორიას ადამიანი გაეცნობა ერთი შეხედვით მის ცხოვრებაში იმდენი უსამართლობა დატრიალა და ეჯერეთი რომ მამის საყვარელი შვილი იყო, იმიტომ რომ მამის ნებას მაქსიმალურად ცდილობდა მამის ნება შეესრულებინა და სხვადასხვა ეკლესიის გვეუბნება რომ იოსები არის წინა სახე ასე ვთქვათ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესი. მამის ნების აღმასრულებელი არის ლოს რომ მამასთან ყოველთვის თანხმობაში იყოს, ძმები რომ რაღაცას აშავებენ, მამასთან მიაქვს ენა უყოდ არ იმიტომ რომ თქვა ძმების თქვა რაღაცა უნდა რომ ძმები მამისგან შორს იყვნენ, არამედ ეშინია რომ ის კურთხევა რომელიც ხება თავის ძმებმა უნდა მიიღონ ამ კურთხევას დაკარგავენ და მამას თხოვს რომ ჩაერიოს მათ ცხოვრებაში რომ იქნება ეს ცხოვრება მათი გამოსწორდეს და ამის გამო ძმები მოიძულებენ და რა ხდება გაყიდიან იოსებს გაყიდული იოსები ჩადის პეტეფერეს ეგვიპტეში პეტეფერეს სახლში და ჯერ კიდევ ნახეთ საოცრება რა არის რომ ჯერ კიდევ 10 მცნება კაცობრიობას მიცემული არ აქვს ძუის არის ჯერ აბრაამის შემდგომი პერიოდი არის და ესე იგი პეტეფერეს ცოლს მოეწონება მოკლედ იოსები და ერთ დღესაც გადაწყვეტს მის თუნებას და არავის არ უსწავლებია იოსებისათვის რომ თქვა შენ თუ რაღაცა უჯეროს ჩაიდან ამით ცოდვას ჩაიდან შინაგანი წმენდა ხო არა მიცემული ხო ბუნებითი ჟური აქვს მას და აი ამ ბუნებითი ანუ სინდისის ხვიდან გამომდინარე გარბის და რა ხდება კაცო ადამიანი ღმერთს უერთგულა თავის საყვარელად თქვა უფროს უერთგულა და ამის გამო კიდე ისჯება და ჩადის ფარაონის კარში ჩადის ციხეში ხო აღმოჩნდება ციხეში და აი ციხეში იწყება ადამიანის ამ იოსების აღორძინება და გახსოვთ ეს საოცარი ისტორია მაგრამ მე მინდა აი ბოლო ის როდესაც უკვე ძმები ჩამოდიან ეგვიპტეში როდესაც პური შემოაკლდება და უნდათ რომ ეს მამასთან ეს პური აიტანონ ანუ ხორბალი აიტანონ და იოსების საკუთარ თავს რომ გამოღუნშავდეს მაგრამ და ძმებს რომ ეშინიათ უკვე რომ ვაი და არ დაისაჯონ და ის საოცარი ფაქტი არის როდესაც იაკობი გარდაიცვალა და მიდიან ეს ძმები და უნებია რომ ჩვენმა მამამ გთხოვა რომ არ დაგუსაჯო და საოცარ რაღაცას ამოს იოსები რომ არა უძმებო ღმერთმა იცოდაო თავის დროზე ეტყო რომ ჩემი ხელით უნდა გამოყვებილიყავითო და ამიტომ მოაწყო ეს ყველაფერი ეს ხანგრძლივი ჩემი მოგზაურობა და ეს გული რომელმაც აი დაინახა ღვთის ეს ხელი თავის ცხოვრებაში როგორ უბოროტო არის მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ბოროტება შეამთხვიეს საკუთარ მოწმებად საკუთარ ახლობლებმა და ხშირად მიფიქრია ხოლმე რომ აი ჩვენი გაუხეშებული მდგომარეობით რომ აი თქვა მე იოსების ადგილას რო ყოფილიყავი რას ვიზავდი ალბათ საშინელებას დავმართავდი თქვა ვიღაცებს პირველი შემთხვევაში ვიღაცას ჩემთვიზე ვიზახით ხონზია ხო არა მეც ყველა ესე ჩვენ ხო მოვდივართ აი ხო ჩვენ ხო მოვდივართ მაგრამ აი ეს ნახეთ რა საოცრება და აუცილებლად თან დაუბრალებთ იმათ რომ აი მე კარგი ვარ და ისინი ასე მშვიდია და აი საოცრება ეს არის რომ აი ადამიანი რომელიც საკუთარ ცხოვრებაში ღმერთის ხელს ხედავს მე უკვე აღარ შეუძლია რომ სხვის მიმართ თქვა და ესე გულწრალად იყოს თქვა და აი რაღაც ამ უსამართლობაზე თქვა აღელდეს არ დამავიწყება ჩემი ახალი მოსული ვარ ეკლესიაში და ესე იგი ის პერიოდი მაქვს ცხოვრებისა როდესაც აი მიმაჩნია რომ რაღაცა მგონია რომ მივახცე სიწმინდის რაღაცა ძალიან ანგელოზი ვარ მგონია და მაგრამ თან მეშინა გამიგია რომ აი ახალ მიუხედავად ის ახალ მოსული ვარ გაგებული მაქვს რომ არსებობს რაღაცა საშინელი მდგომარეობა ხიბლისა რომელმაც ადამიანი მოატყუოს და სხვა გზით წაიყვანოს და ღმერთს ვებადები რომ ღმერთო მეთქი აი ძალიან გთხოვ საკუთარი თავი დამანახე რომ აი არ შევსწე აი შესკე სავალგზაზე და ეს სათხოვარი მოკლედ ეს ბილოსე ტაძარში გამოდიო ტაძრიდან და ჩემ ბავშვობის მეგობარი არის რომელსაც რაღაც უაზრობაზე ამიშარდა და ესე იგი ვამჩნევ რომ ჯერ მოთმინებით უსმენ უხსნი რაღაცას და ცოტა ხანში ვხედავ რომ არ ჩერდება ეს ადამიანი და ვხედავ რომ ეს ჩემში თუკი აი ეს ძველმა ირაკლიმ გაიღვიძა მოკლედ და ეხლა ვფიქრობ რომ მეთქი ახლა საშინელებას გავუკეთებ ეხლა ამას და ეს ადამიანი ცოტა ხანში გამიცალა და
ფიქრობ, აი რა ბოროტება გააკეთა, კაცი შევდივარ წყნარად ვიყავი და რა უნდა და ეხლა რას მერჩოვდა, ხო, გამომიყვანა წყობიდან და ცოტა ხანში გამახსენდა ჩემი ეს ნალოცი, რომ აი ვილოსო რომ ჩემი თავი დამონახე და დამონახე ღმერთმა საკუთარი თავი, რომ თუ კი ესე იგი ჩვენ აი რაღაცა სიკეთის კეთება შეგვიძლია ეს არის მადლის დახმარება, საკუთარი ღვთაებრივი მადლის შემწეობა და მადლის გარეშე ადამიანს არაფერი არ შეუძლია, ამიტომ ეს წმენაც ეს სიკეთები რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ამ ცხოვრებაში, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ხანდახან და ვთქვათ ჩვენს თავზე მაღლა დავდგეთ, ღვთისაგან ბუძებული სიკეთებია და ადამიანი თუ ამას აფიქსირებს, უნდა მიხვდეს რომ ღმერთი მის ცხოვრებაში მოქმედებს. ეს მე კონკრეტულად ერთი ისტორია მოგიყვე ვთქვათ იაკობის ასეთი ათობით მე რა მიყვარს ხოლმე იცით რა ძალიან საოცარი პატარა ფრაგმენტი არის როდესაც მაცხოვარი განკურნავს ღადარინელ ეშმაკეულს და როდესაც ეს ღადარინელ ეშმაკეულს განთავისუფლდა ბოროტებისაგან და ეხოწება მაცხოვარს რომ წამიყვანე მე შენთან და არა მაცხოვარი უნდა შენ დარჩი აქ და იქადაგე რა გაგიკეთა შენ ღმერთმა და კიდე ძალიან საინტერესო ფრაზა არის რომლითაც თავდება იოანეს სახარება ესეთი სიტყვები წერია მრავალი სხვა სასწაული ქნა იესო რომელიც რომ დაწერილი იყო გონებ რომ ეს სამყარო ვერ დაიტევდა აღწერილ წინას და სულ მიფიქრდა განა რამდენი იყო ეს სასწაული რომ თქვათ ეს სამყარო ვერ დაიტევდა და მე აი ამ რაღაცა სადღაც ეს განმარტება წავოწი რომ ღმერთი ხო არ ღმერთის ეს მოქმედება ასე თქვა ხო არ მორჩენილა კონკრეტულად იმ 2000 წლის წინ იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადია სუკუნისამდე როგორც პავლე მოციქული ამბობს და ღმერთი პირველი ქრისტიანების ცხოვრებაშიც მოქმედებდა ღმერთი მოქმედებდა თქვა ყველა ეპოქის ქრისტიანებში და კაცობრიობის ისტორიაში და ღმერთი მოქმედებს დღევანდელ ჩემს ისტორიაშიც და ჩემს ცხოვრებაშიც და ანუ ეს ყველაფერი რო აღწერვა მართლა ფიზიკურად ვერ დაიტევს მართლა ეს სამყარო იმიტომ გონია ხოლმე ესეთი განცდა მე რომ აი ადამიანი ხო აგრო კინძავ ეთი შენ ცხოვრებაში გამოვლენილი და ღვთის სასწაულებს ერთ პატარა ბავშვის ისტორია ვიცი კიდე რომ რაღაცა პერიოდით ბრძოლები დაიწყო მოკლედ აი ეს როგორც ბოროტმა იცის ხოლმე რომ დაინახავს ადამიანს რაღაცა სიკეთე გააჩინა რწმენისაც ილოს რომ რწმენა წაართვას ადამიანს და ეს აზრებით ბრძოლები რომ დაიწყო მახსოვს რომ ჩამოწერილი ქონდა რომ აი როგორ შევა მე ღმერთს ავრენდებოდა როცა თქვა მე ეს ვითხოვე და ეს შემისრულდა ეს ვითხოვე ეს მქონდა სრული და ღმერთმა ეს სრული შემისრულდა ანუ ჩამოწერილი ქონდა რომ რაღაც რთულ მომენტებში როდესაც ეს აზრების კორიანტელი რო წამოვიდა და ცუდი ეს ამ პატარა ფრაგმენტისთვის თქვა ჩანაწერისთვის შეეხედა და უკვე მე გასწორდებოდა როგორც აი თქვა იმუნიტეტს ორგანის იმუნიტეტი აქვს ესე არის ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში რომ ჩვენ შეგვიძლია აი ეს აუკინძოთ ასე თქვა ის სიკეთეები რომელიც ღმერთმა ჩვენ ცხოვრებაში გამოვლინა და მე თქვა როდესაც არის თული პერიოდი დადგება მაგალითად მე მქონია ხოლმე შემთხვევა რომ ჩემი მიფიქრე რომ თქვა დაუწერ ყველაფერს არის საბოლოო ჯამში თქვა მე რო გარდავისვი ჩემს შვილებს მქონდეს ეს სიკეთეები რაც მე ღმერთმა ცხოვრებაში მოცა ნიმუშად რომ ვის უნდა ენდობოდნენ და ვინ უნდა იყოს მათი ცხოვრების თავარი საყრდენი იმიტომ რომ საოცარი სიტყვა წერია ერთი წმინდა წერილში რომ წეული იმც იყოსო ადამიანის მოიმედეო როგორ ხარ ჩვენ ადამიანების იმედი არ უნდა გქონდეს როგორ არ უნდა გქონდეს მაგრამ როცა ადამიანი ბოლომდე გონია რომ მეორე ადამიანი მას ისეთი ერთგული ეყოლება რომ აი მთელ თავის სასოებას იმედს ადამიანზე დაამყაროს ეს თავს სიცრუეში იყენებს იმიტომ რომ ადამიანს ბოლომდე არ შეუძლია მეორე ადამიანის აი ესე თქვა ისე ერთგულება რასაც ღმერთი აკუკეთებს აი საოცარი სიტყვა არის ესეთი ხან ერების ისტორიაზეც აი ღვთის განგებულებას რო ვამბობთ ერების ისტორიაზე აი ეთ პატრიარქს უყვარს ძალიან ეს სიტყვა რომ არსებობსო ღვთისმეტყველების ისტორიაო და არსებობს ისტორიის ღვთისმეტყველებაო ანუ ღვთისმეტყველების ისტორია თქვა რაღაცა საეკლესიო ღვთაებრივი აზრი თქვა როგორ განვითარდა ამ თუ იმ საუკუნეში მაგრამ ისტორიის სახთო ფონზე დანახვა არის ისტორიის ღვთისმეტყველება ასე თქვა ღვთის როგორ მოქმედებდა და ესე იგი ესე თველი წმინდა წერილი ძველი აღთქმის არის ამის საუკეთესო მაგალითი მაგრამ აი ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ასე თქვა წიგნი რომლის ავტორი ჩვენ არ ვიცით ვინ არის ჟამთა აღწერილიშ დაარქვეს უბრალოდ დასწლოვანი მატიანი არის ეს არის მონღოლთა ბატონობის აი 100 წელი რაც ჩვენ საქართველოში იყო და დაგვატყდა და აი როგორ საოცრად აღწერს რომ თქვა და ეს პრობლემა თქვა ჩვენ ცხოვრებაში რატომ მოვიდა აი თქვა ჩვენ თუ იქ სადღაც წავაგეთ რატომ მოხდა ეს ყველაფერი თქვა რომ აი ამ სახთო ფონზე დაანახვა და ამ ჩვენი ისტორიისა და იგივე საკეთებს ერთი ისტორიკოსი ბიზანტიის იმპერიასთან დაკავშირებით რომ ბიზანტიის იმპერია სულმუდმივად თავდასხმის ობიექტი იყო და აი ჩვენ გვაქვს დიდ მარხვაში მეხუთე შაბათს
დაუჯდომლის შაბათს ვეძახით ხოლმე ჩვენ, რომ საგეგმო ეკლესია საგეგმოდ კითხულობს აი ღვთისმშობლის დაუჯდომლს. და ეს ნიშნად იმ სასწაულისა, რომელიც უკავშირდება კონსტანტინოპოლი არის გარშემოწყობილი მტრისაგან და იმედი არც საიდან არ არის, იმიტომ დახმარების იმედი, რომ თქვა ვიღაცა დაეხმარება ამ კონსტანტინოპოლს, აგებს ამ ბრძოლას ბიზანტია და ერთადერთი სასუება აქვს ღვთისმშობლის მიმართ და მთელი ერი არის აღდგარი დამდგარი ლოცვად. და პირველი დაუჯდომელი მაშინ იქ დაიწერა და ხდება საოცრება, რომ ეს ზღვა ისე აღელდება, რომ ეს გარშემორტყმული ეს გემები ჩაიძირება, გავრცელდება რაღაცა სნეულება და ეს ჯარი უკან იხევს და მოკლედ ერმა დაამყარა სასუება ღვთისმშობელზე და ღვთისმშობელმა ეს სასუება არ გაუმტყუნა. და აი მე-15 საუკუნე დადგა, როდესაც უკვე ასევე კონსტანტინოპოლი კვლავ გარშემორტყმული არის თურქების არმიით და რასაკეთებს ახლა ბიზანტიის იმპერატორი აგზავნის ხალხს რომის პაპთან და ცდილობს რომ მისგან გამოითხოვოს ესე იგი დახმარება და ეს პაპი თავაზობს ესეთ რაღაცას რომ თუ შენ გინდა რომ მე დაგეხმარო მაშინ უნიას მოვაწეროთ ხელი უნია ეს არის რაღაც აი შენ სწორ სარწმუნობას თმობ და რაღაცა შუალედურ წამს ღებულობ რომ არც წვადი დაწვა და არც შამპური მოკლე და ესეთი რაღაცა სულიერ ცხოვრებაში მეუღებელი იმიტომ რომ თუ ნათელი და ბნელი თუ ერთმანეთში აერია ეს უკვე სიბნელი ნათელი აღარ არის და მოკლედ ყველა იერარქმა მათ შორის ბიზანტიის იმპერატორმა ხელი მოაწერა ამ უნიას ეს არის ფლორენციის უნია არის და ერთადერთი ვინც არ მოაწერა ხელი ეს იყო მარკოს ეფესელი და საქართველოსთან წარგზავნილი კიდევ მღვდელმთავარი ამ უნიას ხელი არ მოუწერია და როდესაც ეს ხალხი მღვდელმთავარი უკან ბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში ხალხი მას უჯაყდება არიღებენ მას რომ თქვენ ეს არასწორი გააკეთეთ და მეორე შეინანდებენ რა თქმა უნდა მაგრამ ნახეთ ისტორიკოსეთ რაღაცას ამბობს რომ იმპერატორმა ესეც რაღაც საოცრება არის ნახეთ ეკლესიის ამ ისტორიას რო უყურებ ამ სახელმწიფოების ისტორიას რო უყურებ რომ საქართველოს მფარველად ითვლებოდა წმინდა გიორგი და ითვლება ხო და ბოლოს საქართველოს ქართველი მეფე იყო გიორგი ბიზანტიის იმპერიის მფარველად ითვლებოდა კონსტანტინე დიდი და ბოლო იმპერატორი კონსტანტინე დიდი იყო რუსეთის მფარველად წმინდა ნიკოლოზერი და ბოლო იმპერატორი ნიკოლოზერი და ესეთი რაღაცა ნიუანსები სოფლიო ისტორიებში არსებობს მაგრამ რატო ხდება ეს არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ ბოლო იმპერატორი ბიზანტიისა იყო კონსტანტინე და აი კონსტანტინე იმედს ამყარებს მოკლედ რომის პავზე და აი ეს ამ დამყარებული ეს არასწორი იმედი რითი გამოუჩნდა რომ რითი გაგრძელდა რომ ბიზანტიის იმპერია მოკლედ ემხო მოკლედ ამის თქმა მინდა რომ კაცო ადამიანმა თავისი აი ეს რწმენა თავისი იმედი უნდა დაამყაროს ღმერთზე და ეს თუ ადამიანს ეს ნდობა ღმერთის მიმართ აქვს მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ წარმოგიდგენია აი ეს იმედი საბოლოო ჯამში ჯილდოვდება აი ამ საოცარი სულიერი სიკეთეებით რომელსაც ადამიანი ამ ცხოვრებაში განიცდის ეს არის შინაგანი მოსვენება ეხლა პირადად ჩემ ცხოვრებაში მიგრძნია ეს რომ მაგალითად საკმარისი რაღაც მომენტში ღმერთთან ურთიერთობა აი ამერიოს და ამერიოს რითი თქვა და თქვა კარგად ვერ ვილოცე ან თქვა რაღაცა ყურადღება მოვაშორე მას აი ისეთი საოცარი შინაგანი შფოთი შემოიწყება ხოლმე ცხოვრებისა რომ მეშინია ხვალინდელი დღის და სულ მეუბნები ხოლმე ადამიანები რომ მოდიან და ძირითადად ეკლესიაში ხშირად რითი მოდიან ხოლმე ადამიანები მოდიან აი ამ გაუცნობელი ფობიებით ეშინიათ ხვალინდელი დღის შიში აქვს ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს ხვალინდელი ვაიმე ხვალ რა იქნება და ამ დროს ღმერთი რას ამბობს რომ ფრინველებს ვზრდიო და ყვავილებსო მოსაო და სათყოფილა რო თქვა ადამიანს თქვა რომელიღაცა ფრინველი ღმერთს მივიწყებია ყველაზე ზრუნავს ხო ღმერთი ამ სამყაროში და შენ ადამიანი რომელსაც ღმერთმა ამ სამყაროს გვირგვინად შექმნა როგორც შეიძლება ღვთის თვალში დავიწყებული აღმოჩნდე თუ შენ თავად ღმერთს ზურგი არ აქციე და ამიტომ არის ხოლმე როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის ხოლმე პირველი ამას ვეუბნები რომ აი უცხები შვილის იგავში არის ეს საოცარი ფაქტი რომ როდესაც უცხები შვილი ბრუნდება მამასთან ესეთ რაღაცას ამბობს რომ მამა ჩემი სახლში უკანასკნელ სახურსაც პური არ აკლია და ეს პური რა არის ეს შინაგანი სიმშვიდე რომელსაც ჩვენ ღმერთთან ურთიერთობაში გავნის და ამიტომ ყველას ურჩევ რომ გამოსცადოს ეს საოცარი სიკეთე ღმერთისადმი ნდობა რომელიც ღმერთთან ურთიერთობით მოიპოვება დიდი მადლობა არაჩვეულებრივი საუბრისთვის განმარტებისთვის თვის განგებულებაზე და ჩვენს ნდობას ღვთისადმი ეს იყო თემა რომელზეც გვესაუბრებოდა დიდი ღომში მდებარე წმინდა
აწმენდა 100,000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. და ახლა ლოცვის დრო არის ჩვენს ეთერში, ერთად მოვისმინოთ თვითგზის ლოცვა და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის
და კურთხეულარს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა ჩაგვერთვება პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი. ვისაუბრებთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც სამრევლოს წინამძღვარმა ყველასათვის საყვარელ ფეხბურთელთან გიორგი მიქაუტაძესთან ერთად განახორციელა, რომელიც მისი სულიერი შვილია ამავდროულად, ასევე ვისაუბრებთ სამრევლოს სხვა სიახლეების შესახებაც. მამა ანტონ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? მადლობა რომ გვერთვებით. მადლობა რომ დილის 7 საათზე ჩვენს გამო. ისე რომ საფრანგეთში ახლა დილის 7 საათია, ნუ 2-5 წუთია უკვე. ესე იგი აქ ადრეა ცოტა. მადლობა რომ გვერთვებით. მამა ანტონ, ჩვენ აი დასაწყისში აღვნიშნეთ, კახამ აღნიშნა, რომ თქვენი მთავარი მოვალეობის გარდა, რაც არის ღვთისმსახურება, ძალიან აქტიურად ბრძანდებით ჩართული კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი ემიგრანტებისთვის, საფრანგეთის ქართული სამრევლოსთვის და ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების შესახებ გვინდა სწორედ ახლა რომ ვისაუბროთ, რომელიც განახორციელებთ გიორგი მიქაუტაძესთან ერთად. ვიცით რომ დიდებულად ჩაიარა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ჩვენ ვნახეთ ვიდეოები, ფოტოები და ასევე ვიცით რომ თბილისიდანაც ყავდათ სტუმრები, დეკანოზი შალვა კეკელია იყო ჩამობრძანებული, უფრო მეტი თქვენ გითხარით. გარდა იმისა, ესე იგი, ჟოხში რო უყვართ გოლები, ყვარებია ესე იგი ქველმოქმედებას ჩართვაც და გვახარებს განსაკუთრებით ყოველთვის ჩვენი ძალიან საამაყო ფეხბურთელის გამოჩენა, რომელიც ბავშვობიდან დაკავშირებულია თქვენ სამრევლოსთან მისი ოჯახი და გითხარით ამ აქციაზე, მამა ანტონ, რომელიც გაიმართა კადრებსაც ხედავთ ახლა ჩვენ. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდა და გიორგი გვაქვს გარკვეული ურთიერთობა თქვენ როგორც იცით, ის ჩემი სულიერი შვილია. ჩვენ ხშირად გვაქვს კომუნიკაცია, ხშირად ვესწრები მის თამაშებს, თუმცა ფაჩორის საფრანგეთის გარეთაც. ფეხბურთზე დიდად არ ყოფილა როდის განსაკუთრებული ჩემ და სამწუხაროდ, მაგრამ გიორგმა შემაყვარა ეს ფეხბურთი. თუმცა ყველაზე კარგი რაც გაკეთდა, მე გიორგისთან ერთად გქონდა საუბარი, რომ რაღაცა აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ჩვენი სამშობლოსთვის, არა მარტო გავახაროთ გოლებით, არამედ რაღაცა კარგი საქმეც. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ჩვენ და დავგეგმეთ ესეთი ღონისძიება, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, საქველმოქმედო ღონისძიება, მას ჰქონდა ორი მიმართულება, იმიტომ რომ ყველას უნდოდა გიორგისთან შეხვედრა, მისი გაცნობა, მისი მოფერება და მასთან ახლო ურთიერთობა და ჩვენ დავგეგმეთ ესეთი რაღაცა, რომ ის მოვიწვიეთ ჩვენთან ტაძარში. თხოვეთ რომ შეხვედროდა ხალხს და ამავე დროს ამ ყველაფერს მიცემოდა კიდე მეორე კარგი მხარე ის რომ ამით ჩვენ გაგვეკეთებინა საქველმოქმედო რაღაცა ესეთი ღონისძიება. ანუ მოვიწვიეთ გიორგი, ჩვენ შევიძინეთ გარკვეულწილად საქართველოს ნაკრების მაისურები, ჩამოვიტანეთ საქართველოდან აქ და ნებისმიერ სურვილს შეეძინა ეს მაისური ბურთი და მისი ფოტომასალები და გიორგი თითოეულ მათგანს მიიღებდა, ხელს მოუწერდა, მოეფერებოდა, მოესიყვარულებოდა და აი ასეთი განზომილებით გავთვალეთ ეს სახელმოქმედო ღონისძიება. ერთი მხრივ გიორგის მოეფერნენ, მეორე მხრივ აი ეს ხელმოქმედება ის რაც შემოსული თანხა, თქვენ როგორც იცით, მოხმარდება საქართველოში უკიდურესად გაჭირებულ ადამიანებს. დიახ, ჩვენ ძალიან უამრავი ადამიანი ყავდა, როგორც ადგილობრივი ხალხი და რეგიონებიდან, ასევე საქართველოდანაც და
მართლაც გასახარი იყო პირდაპირ ცოცხალი შეხება გიორგისთან. მე ყველა მიჩვეულია სტადიონზე, ტელევიზორში, მაგრამ გიორგისთან ასეთი ცოცხალი შეხვედრა იყო ძალიან თბილი და საფრთხე. მამა ანტონ, ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნეთ, რომ ესე შემოსული თანხა მოხმარდება საქართველოში, ანუ ჩვენი ემიგრანტების სამშობლოში უკიდურეს გაჭირებულებს. ჩვენ ვიცით ემიგრაციის ძალიან დიდი შეწევნა და ამ შემთხვევაში ისინიც, რომლებიც არ ცხოვრობენ ფუფუნებაში და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მამა ანტონ მასტისულიერი მოძღვარი ხართ, რომ ბავშვიან ბევრს შრომობენ და მიუხედავად ამისა, თუნდაც ამ მცირედით რომ კიდე ეხმარებიან სამშობლოში გაჭირებულებს, ეს არის ორმაგად დასაფასებელი და მადლობა ყველა მათგანს ამისთვის, რა თქმა უნდა, გიორგის პირველ რიგში მადლობა, რომ მისი დაკავებულობის მიუხედავად მოიცალა, ხალხიც გაახარა და თავის მონაწილეობაც მიიღო და აი ეს ფაქტი, რასაც ხა თქვენ ახლა ძალიან ემოციურია, რომ მე ბევრ მათგანს ვიცნობ, რომ მათ შორის თქვენ სამრევლოში, რომ ძალიან ბევრს შრომობენ, აი მართლა ლუკმაპურის გამო და რაღაცა მცირედით კიდე ეხმარებიან მათზე გაჭირებულებს სამშობლოში და ეს არის ძალიან დიდი ინიციატივა და სასურველია რომ ალბათ ბევრმა მოგბაზო და ალბათ არ იქნება ეს ერთჯერადი როგორც ვიცი მე თქვენი შემოწმება. არა, ნამდვილად გასახარია, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოსთან არანაირად არ კარგავს ურთიერთობას, პირიქით ვცდილობთ რომ რაღაცით დავეხმაროთ, ვიყოთ ჩვენ სამშობლოსთან ახლოს და ნუ ესეთი ღონისძიები მართლა ხელს უწყობს არა მარტო საქართველოში, არამედ აქაც, აი თუნდაც ეს გიორგის აქ გამოჩენამ, ბევრი ადამიანი სიყვარულით გაერთიანა, ერთად ვიყავით ყველანი, ყველა გიორგის მოვეფერეთ, მე იდეის ისიც რომ ეს ყველაფერი მოხმარდებოდა საქართველოში გაჭირებულ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, მე და გიორგიმ შევთანხმდით და ვთხოვე რომ ეს არ იყოს ერთჯერადი, ამას მიეცეს ტრადიციული მხარე და ყოველთვის გავაკეთოთ მსგავსი რამე, იმიტომ რომ ესეთი რამე, თუმც მისი ძალიან ძიმე რეჟიმი აქვს, კაცრი რეჟიმი აქვს, ისე ადვილი არ არის ამდენ ხალხს შეახვედროს, რომ მან იმდენი წესები არსებობს, შეიძლება ხვალ თამაში კონდეს და დღეს ამდენ ადამიანს რო შეხვდეს, ან ვირუსი კონდეს, ან რაღაცა და გადაედოს და პირიქით მას აკრძალული აქვს, მაგრამ გიორგიმ და მისმა ოჯახმა ძალიან მოინდომა, მე მადლობელი ვარ მათი ოჯახის მშობლების, გიორგის მშობლების განსაკუთრებულები არიან ისინიც და იმათი ძალისხმევაც იყო ეს, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო და ნუ გიორგის პირადი მონდომებით რა თქმა უნდა, მიუხედავად იმ დაძაბული გრაფიკისა, რაც მათ აქვს, მან მოახერხა და ჩამოვიდა ლიონიდან, აქედან ლიონამდე არის დაშორი და სხვათა შორის იმვე საღამოს ამდენ დაახლოებით უამრავი ადამიანი მიიღო და საღამოთი უკვე ვარჯიში ჰქონდა. რომ დაბრუნდა უკვე ვარჯიში ჰქონდა ლიონში. აქედან ლიონამდე დაახლოებით 500 კილომეტრია. ხო. დიახ, ესეთი სიხარული აჩუქეთ ქართულ სამრევლოს და ქართველ ემიგრანტებს და გააერთიანეთ კიდევ ერთხელ. გიორგი ასევე შეგვირდა რომ როცა ჩამოვალ საქართველოში, უშუალოდ ერთ-ერთ გაჭირებულ ადგილას, სადაც ვისაც ძალიან ჭირდება თანხა, გიორგი თვითონ შეგვირდა რომ თვითონ მივა ამ ადამიანებთან და თვითონ გაახარებს კიდე საქართველოში, როცა იქნება მას გარკვეული თამაში სამშობლოში. შადია მანიცის რომ ძალიან უყვარს ქართველებს, ძალიან გვიყვარს, ყოველთვის გვახარებს მისი წარმატება. საოცარი რაღაცა სუიღიმის, რაღაცა ეკეთილი დიდი ბავშვია თითქოს და ბუნებრივია რომ აი სწორად აღნიშნეთ დიდი ბავშვი. ხო, აი დიდი ბავშვი სულ რო უყურებ, აი თამას სტადიონზეა ისეა დიდი ბავშვია და ეს არის ძალიან მისასალმებელი რომ ასეთ წარმატების მიუხედავად, წინსვლის მიუხედავად, იმ ავტორიტეტის მიუხედავად, რაც მან უკვე დაიმკვიდრა საფეხბურთო, ესე იგი სტადიონზე და ზოგადად ასპარეზზე, მაინც ზრუნავს იცლის რიგითი ხალხისთვის, თანამოქალაქეებისთვის, მისი გულშემატკივრებისთვის და ეს არის უზომო დასაფასებელი და ჩვენი პირადი მადლობა და სიყვარული გადაეცით. კი, აუცილებლად გადავცემ. უბრალოდ კიდე მინდა ადამიანებს უთხრა, რომ ზოგიერთ ადამიანებს მისი ასე ხელის გაკეთება აშფოთებს, სარგებლო შემთხვევით დაუხსნი, რომ ეს არანაირად არ უკავშირდება რაღაც რელიგიურ ან რაღაც თემებს. ეს არის გიორგი როცა თამაშობდა ლიონში, მას მოუწია იმ ნაკრებიდან წასვლა და ნიშნავს დურბინს შორიდან მიყურეთო, რომ გავწევი ძლიერი მოთამაშეა და იმათ უბრუნებს პასუხს. მამა ანტონ დასასრულს არ შეგვიძლია ახლა ისე დაგემშვიდობოთ, რომ არ კითხოთ თქვენ სამრევლოზე, იმიტომ რომ მე ვთქვი, მე მქონდა პირადად ადრეს აღნიშნე თქვენი მოწვევით ეს ბედნიერება, რომ ჩვენი თეატრი იყო მიწვეული, მათ შორის არაერთი ხელოვანი ყავდათ, პოეტები ყავდათ, შექმნილია ცეკვის სიმღერის ანსამბლი, რომლებიც საქართველოში ყავდათ ჩამოყვანილი, ძალიან ბევრი შრომობდა. ცხადია, ეს ყველაფერი მისი უზრუნველესობის კურთხევით, მეუფე აბრამის კურთხევით და თქვენი უშუალო წინამძღოლობით უკავშირდება იმას, რომ მაქსიმალურად ქართული სული იყო შენარჩუნებული, გაერთიანებულიყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დროებით მან ცხოვრობენ სამრევლოსთან, ეკლესიასთან, კულტურით, სიმღერით, ისტორიით. რა სიახლეებია თქვენთან სამრევლოში და რას გეტყვით? სულ გეტყვით, ახლა ხან მქონდა ერთობის ზეიმი ბარსელონაში, დიახ, ჩვენ ასე თქვენ იცით, რომ უკვე ტრადიციად გვექცა და დავაწესეთ ეს, რომ ყველა სამრევლოები ვიკრიბებით ერთად, წელიწადში ერთხელ, წელიწადში უკვე ორჯერ, უკვე იმდენი ვართ, რომ
დავნიშნეთ, რომ წელიწადში ორჯერ აღინიშნოს ეს მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით. იმიტომ რომ ჩვენ ეს ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ეს ერთობის ზეიმმა ძალიან კარგი ნაყოფი გამოიღო ამდენი ქართველი ერთმანეთსხლება ჩვენ არა მარტო კონცერტით ვერთიანდებით არამედ მე შემდეგ პატარა სუფრა იმართება ერთმანეთს გაცნობით ერთმანეთის სამომავლო გეგმებით და ძალიან კარგი საქმე გააკეთა ამ საქმემ ამ ერთობამ და ასე გეგმავთ რომ კიდე მომავალში გავაგრძელოთ ასევე ყოველთვის ვამბობ და კიდე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით ალბათ ვინც ვისაც გასაგონია გაიგონებთ აუცილებელია ამ ხალხის ამ ბავშვების საქართველოში დაპატიჟება აუცილებელია ეს უნდა აუცილებლად უნდა დადგეთ დღის წესრიგში რომ მარტო ყველას უნდა აქ ჩატარება კონცერტებიც ყველას უნდა რომ აქ მიიღოს მონაწილეობა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია აქაურ ადამიანებს აქაურ ბავშვებს მიიწვევს საქართველოში აი მე მაგალითად ყოველთვის გამოვდივარ იდეით მაგალითად რომ აი მაგალითად არის თბილისობა ხო გამოიყოფა ადგილები სპეციალური სადაც ცეკვავე მღერიან რატო არ შეიძლება გამოიყოს მაგალითად ემიგრანტ ბავშვებს მოცეკვავეებს ანსამბლებს გამოიყოს ეს ადგილი იქ თავისი ნათესავი ბიძაშვილი მამიდაშვილი ყველა გაიხარებს და ეს იდეა აუცილებლად არის ბოლომდე ყველგან ამას ვიძახის შეგნებულად იმიტომ რომ ვიღაცამ ეს გაითვალისწინოს და ეს არის ბავშვები არა მარტო სამშობლო იმიტომ რომ ჩვენი წვეტა არ შეიძლება არანაირად არ შეიძლება ამ ბავშვებს თქვენ ვერ წარმოვიდგინეთ მე ბავშვები მყავდა ახლა ხან ფესტივალზე საქართველოში და რუსთავის ხელმძღვანელმა ანსამბლის ხელმძღვანელმა მითხრა რომ ამო უნდა გითხრათ გულწრფელ ჩვენ ხანდახან სტანდარტულად ღერითო პროფესიონალი და გამომდინარეო და თქვენმა ბავშვებმა ისე გულით იმღერესო აქ რო ჩამოვიდა ისეთი გულით ღეროდნენ რომ შინაგანად ესე მითხრა რომ გული დამეწაო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ადამიანები სამშობლოსთან მონატრებული უფრო მაქსიმალურს აკეთებენ იმისათვის რომ სამშობლოში არ შერწყნენ და იქ იყვნენ ღირსეულად წარდგენილი ამიტომ კიდევ ერთხელ სარგებლობ თქვენი ეთერი და აუცილებლად ვისაც ეს ხელიწიფება აუცილებლად ეს ბავშვები დაპატიჟონ ძალიან დიდი მადლობა არ იყოს წვეტა მადლობა ამ ინიციატივაში და გაიხარეთ დიდი მადლობა თქვენთვის ამ ინიციატივაში მამა ანტონ და იმედი გვაქვს რომ ვისაც ხელი ეწიფება ისიც მოისმენს და განხორციელდება თქვენი ინიციატივა. ჩვენ მზად ვართ ხარდაჭერისთვის რაც შეგვიძლია ყოველთვის თქვენთან და ყველა სამრევლოსთან. დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას არასოდეს არ გვივიწყებთ ყოველთვის ყავართ ესე ამანგარჩი ხშირ შემთხვევაში და დიდი მადლობა იმისათვის რომ ზრუნავ და ფიქრობ ჩვენზე. მადლობა თქვენ. პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი გვერდთვებოდა პარიზიდან და ჩვენი წვეტა არ შეიძლებაო აღნიშნა მამა ანტონმა რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც ჩვენი პატრიარქის კურთხევით, მეუფე აბრაამის კურთხევით ამას ახორციელებენ და აკეთებენ სამრევლოს, ქართული სამრევლოს წინამძღვრები და ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გვინდა რომ ახლა ვისაუბროთ. კახაბერ, თქვენ მიემგზავრებით რომში, ქართული სამრევლოს მიწვევით, იქ ქართული სამრევლოს თეატრი, თქვენ უფრო დაწვრილებით და კარგად დეტალურად მოგვიყვებით ამ ამბავს, რასთან დაკავშირებით მიემგზავრებით. აუცილებლად, იმიტომ რომ ეხლა რომშიც არის სამრევლო, რომელსაც მამა იოანე ხელაია უკვე წლებია ხელმძღვანელობს და მამა იოანეც როგორც მამა ანტონი და სხვა სამრევლოს წინამძღვრები გარდა იმ სულიერი მისიისა, რაც არის მთავარი მისია, ძალიან ბევრ შრომობს ზრუნავს, რომ გაერთიანოს ემიგრანტები. ამ კუთხით არსებობს ცეკვის სიმღერეს, გალობლები, ჩვენი ქართველები არაერთხელ ვიყავი და ვინც არის რომში ნაყოფი ქართულ წირვაზე, რაღაცა ისეთ ქართული სულია ტაძარში შედიხარ, შენც იყავი ბოლოს რომში ეცოთახცინ და აი ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ქართულმა ემიგრანტებმა ხალხობრივი ლატარია, რომელიც ბრძანდება დროებით ცხოვრობს იტალიაში, რომში და თავად შესანიშნავი ხელოვანია დაარსეს თეატრი, მარგალიტები, ასე ქვია დას და ეს ადამიანები, რომლებიც დროებით იქ ცხოვრობენ, ძალიან ბევრ შრომობენ. ძალიან ბევრ შრომობენ იმისთვის, რომ ოჯახს ჩვენ ქვეყანას დაეხმარონ იქიდან, იცლიან რამდენი დღეში ერთი ან ორი დღე აქვს და ესე გადაწყვიტეს, რომ შექმნან თეატრალური დასი და პირველი პრემიერა იქნებათ 29 ივნისს. სულ რამდენიმე დღეში წარმოადგენენ სპექტაკლს ოდესმე გვეშველება რა, ეს არის კლდიაშვილის მიხედვით. ძალიან ღელავენ, იმიტომ რომ მათთვის პირველი წარდგენა საზოგადოების სცენაში. მე უნდა უთხრა ყველას, ვინც რომშია, ან იტალიაშია, ან აპირებს ახლას დაესწრონ, ის იქნება ერთი მხრივ მხარდაჭერა მათთვის და მეორე მხრივ ძალიან კეთილ საქმეში მონაწილეობა და მე მინდა ამ იდეისთვის მადლობა გადაუხადო მათ, ქალბატონ ბალის ყველას, ვინც ამ დასში გაერთიან და უსურო წარმატება, ჯერ არა ძალიან წარმატებული პრემიერა იქნება და არაერთ სპექტაკლს ვიხილავთ, არა მარტო რომში და იმედია საქართველოშიც და მადლობა მეუფე აბრაამს, მამა იოანეს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ სამრევლოს და ცხადია მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ეს დასი და მე მექნება საშუალება რომ რომიდანაც მოგიყვეთ ამ ამბავზე და გავაშვიკოთ და უსურვებთ წარმატებებს მათ. ქართულ ემიგრანტებს რომში და საერთოდ მთელ მსოფლიოში და კონკრეტულად თქვათ ამ თეატრს რომელიც ახლა დაარსებულია თქვენს მარგალიტებს თქვენს წარმატებას გისურვებთ ბატონ კახაბერ და
ძალიან სხვა შორის მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა შესაძლებლობა რამდენიმე ქართველ ემიგრანტ შევხვედროდი და საოცარი სიყვარული აქვს მამა ივანეს მიმართ და მართლაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ქართველი მოძღვრები და ქართული ეპარქიები ზოგადად საზღვარგარეთ. მადლობა მათ. მადლობა მათ. და ვაგრძელებთ გადაცემას. შემოგვიერთდა ჰოსპისი ფერიცვალების აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ფალავანდიშვილი. გეტყვით, რომ ჰოსპისი ეძებს ახალ კადრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ზრუნველობით პროცესში და ბევრ ადამიანს შეუსუბუქებენ თავიანთი დახმარებით რთულ პირობებს. თუ როგორ შეიძლება ამ პროგრამაში ჩართვა, უფრო მეც სტუმარი მოგვიყვება. მარიამ, დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. დილამშვიდობისა. მოგესალმებით, დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ვიდრე თქვათ ჩვენ უშუალოდ გადავალთ იმ თემაზე, რომ აი კადრების მოძიებასთან დაკავშირებით დაგისვამთ ჩეკითხვებს. კიდევ ერთხელ მოკლედ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ჰოსპისი ფერიცვალების მისიაზე, მიზანზე, მის ფუნქციაზე, რას აკეთებს ჰოსპისი, ფერიცვალება ჰოსპისი. ბატონო, ისე ჰოსპისი ფერიცვალება დაარსდა უკვე დიდი ხანია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2003 წლიდან არსებობს ოფიციალურად. დაარსდა ფერიცვალების მონასტერთან, დედა მარიამი იღუმენია მარიამი იყო ამის ფუძემდებელი, მონაზვნებთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად. და 20 წელია ჰოსპისი არსებობს და ერთგულად ემსახურება ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს. ანუ ეს არიან მარტოხელა მოხუცები, უკურნებელი სენი დაავადებული ადამიანები და უშუალოდ გარდაცვალების პირას მყოფი ადამიანები, რომელსაც განსაკუთრებულად ჭირდებათ ნუგეში. ჰოსპის აქვს რამდენიმე მიმართულება, არის პატარა სასნეულო სახლი მონასტრის მიმდებარედ, რომელიც 6 პაციენტს ემსახურება 24 საათის განმავლობაში, აი ყველაზე მძიმე ვინც არის ჩვენი პაციენტებიდან გადმოგვყავს და ჩვენთან მოვლით. აქვს შინმოვლის სამსახური, ამჟამად დაახლოებით 100 ადამიანს უვლით ბინაზე. და გვაქვს ასევე სასწავლებელი, სადაც ვამზადებთ იმ კადრებს, რომლებმაც მე ჩვენთან უნდა იმუშაონ. ეს არის მოკლედ ჩვენი საქმიანობის შესახებ. დიახ, და რაც შეეხება პროგრამას, რომელზეც გვინდა რომ ვისაუბროთ და აი კადრების მოძიებასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად თქვენ რომ მოგვიყვეთ და თქვათ ჩვენს მაყურებელს. ესე იგი ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენი მთავარი მისია არის, რომ ადამიანებს გქონდეთ ჰოსპისის რაღაცნაირად უპირობო დახმარების იმედი. ესე ვამბობთ ხოლმე, იმიტომ რომ ვინაიდან ეს ჰოსპისი არ არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია, არამედ არის მონასტერთან არსებული, დედა მარიამის უგეოვნება, რომ ვინმე რომ მოვა და გთხოვს დახმარებას, აი უკაცრავად ადგილი არა გვაქვს, ვერ მოგივლით, ასეთი პასუხი არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ამიტომ რაღაცნაირი ძალიან დიდი მიზანი გვაქვს, რომელიც რეალურად ძალიან ძნელი განსახორციელებელია. იმიტომ რომ ყოველდღიურად არის ყოველდღიურად ვიღაცას რაღაც სჭირდება, მაგრამ ჩვენი ასეთი დავალება გვაქვს, ასე ვთქვათ. წინაშე უარი არ უნდა ვთქვათ. და აუცილებლად რამენაერად უნდა დავეხმაროთ. ან რჩევით, ან კეთილი სიტყვით, ან მივიდეთ, ერთჯერადად მაინც მივიდეთ, ან რამდენჯერმე მაინც მივიდეთ. მოკლედ, ამოცანა არის ძალიან დიდი და ამისთვის აუცილებლად გვჭირდება ადამიანების დახმარება. ამჟამად 35 ადამიანი ვართ, ანუ ცოტანი არ ვართ თითქოს, მაგრამ საჭიროება არის ბევრად უფრო მეტი და რეალურად იმ საჭიროებას, რაც არის დღეს საქართველოში, ვერანაირად ვერ ვფარავთ. ამიტომ მუდმივად ვართ ახალი ადამიანების ზებნის პროცესში, მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, ვინც ჩაერთვება ამ კეთილ საქმეში. და რას გულისხმობს ეს კეთილ საქმეში ჩართვა? აი ახაც გავაცნოთ, აი ეძებთ და როგორ შეიძლება შემოგვიერთდეთ, რა არის საჭირო და რა ფორმით შეიძლება ჩაერთვან. ესე იგი, ჩვენ ვეძებთ ერთის მხრივ ექთნებს, რომლებსაც აქვთ უკვე სამედიცინო გამოცდილება და დაგვეხმარებიან განსაკუთრებულად მძიმე სამედიცინო საჭიროების მქონე ადამიანების მოვლაში და ასევე ვეძებთ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება არ ქონდეთ სამედიცინო განათლება, მაგრამ მოვლენ ჩვენთან, გაივლიან რაღაცა სპეციალურ კურსებს, მოვლის კურსებს, რომლის შემდეგაც ისინი შეესწრებენ, რომ უკვე იმუშაოთ მოწყალების დებათ. ანუ ისინი არ განახორციელებენ თქვა სამედიცინო манипуляციებს, მაგრამ მოგეხსენებათ ასეთ ადამიანებს ჭირდებათ ბევრი სხვა უბრალოდ წყლის მიწოდებაც თქვა. თუნდაც საკვების მიწოდება ასევე არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვასწავლით საკმაოდ პროფესიონალურად ჩვენ სასწავლებელში და მოკლე კურსების გავლის შემდეგ მათ შეუძლიათ უკვე დასაქმდეთ ჩვენთან და მერე უკვე თვითონ მუშაობის პროცესშიც მუდმივად გვაქვს რაღაცა გადამზადებები, რომლებსაც ისინი თანდათანობით გაივლიან. საინტერესოა თუ არის რაღაც კონკრეტული ასაკი, რაც შეიძლება დაგმოყოფილებდეს და ასევე აქ არის ქალბატონების საუბარი თუ მამაკაცებით რა ინფორმით შეიძლება ჩაერთონ. იცით რა, ჩვენ დაახლოებით ესე 18-დან 60 წლამდე ეს არის დაახლოებით ასაკი, ვისაც ჩვენ ვეძებთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი რთული საქმეა თავისთავად, ფიზიკურად დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამიტომ გვაქვს ეს შეზღუდვა სამწლამდე. ფსიქოლოგიურადაც თავისთავად, ხო? ემოციურადაც შეიძლება. ჩვენ ვეძებთ პრინციპში მამაკაცებსაც, მაგრამ ჯერჯერობით უფრო მეტად ქალები გვყავს, ძირითადად ქალები
მუშაობენ, მაგრამ აი მამაკაც პაციენტებთან ჩვენ დიდი სურვილია რომ ყავდეს მამაკაცებიც, იმიტომ რომ მათთვის მაინც უფრო კომფორტულია, როდესაც ამ რაღაცა პირად რაღაცებში ეხმარებიან მამაკაცები. ასე რომ თუ თქვათ მამაკაცებიც დაინტერესდებიან, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. იცი რა, ჩვენ არ ვეძებთ, რა თქმა უნდა, იდეალურ ადამიანებს, მიუხედავად რომ ეს არის რაღაცა მონასტერთან ასებული. მოთხოვნები მაინც არსებობს ალბათ, ხო? ნუ იცით რა, თავარი არის რომ ადამიანს ჰქონდეს რაღაცა ქრისტეს სახელით სიკეთის კეთების სურვილი. უყვარდეს პაციენტი, უნდოდეს რომ რაღაცა კარგი გააკეთოს და ამისკენ მიისწრაფოდეს. რაღაცა თავისთავად ასეთი არავინ არ იბადება, მაგრამ აი რაღაცა ეს სურვილი თუ გააქვს, ეხლა ჩვენც ვინც იქ მუშაობთ, უბრალოდ ეს სურვილი გვაქვს და ამისკენ მივდივართ. ასე რომ ადამიანებს ვისაც რაღაცა აი ამ ეს მიმართულება აქვს და ეს სურვილი აქვს, აუცილებლად შესწლებენ ამ ყველაფრის გაკეთებას. რაღაც მინდა კითხოთ ეს რა გამარტოთ, რომ ხშირად გონია ხალხადაში თუნდაც არ არის ეკლესიური არენრეულის წევრი, არ იცის წესები და გონია რომ თუ რადგან მონასტერთან ასოცირდება ეს ჰოსპისი იქნება, აუცილებლად მას მოთხოვნა რომ რაღაცა წირვაზე იდგეს, ლოცვაზე იდგეს, ეზიაროს აღწერება ჩააბაროს. ცხადია ეს ვალდებულება და მოთხოვნა არ არის, ეს არის სურვილის შემთხვევაში, ეს არის ცალკე, ეს არის ტაძარი, როდესაც არსებული ჰოსპისი და მას არავინ არ დააძალებს ძალით მორწმუნეობას ხადია და ეკლესიურობას. რა თქმა უნდა, არა, ეს მოთხოვნა არა, არავის ხამას ვერავის ვერ დააძალებ, რა თქმა უნდა, პირადი არჩევანია. ხო, თუმცა აი რაღაცნაირად ამისკენ მიმართულება უნდა ქონდეს მაინც ადამიანს, რომელიც პროტესტი არ უნდა ქონდეს პროტესტი და ხო რაღაცნაირად ეკლესიასთან, ხო, ნუ პროტესტი არ უნდა ქონდეს პირველ რიგში, რაღაც ამ მიმართულებით, ღვთის მიმართულებით უნდა მიდიოდეს რა. დაახლოებით რა დრო ჭირდება გადამზადებას, თქვათ, ან მომზადებას, თქვათ, აი ამ პროცესში ჩართვისთვის. მაქსიმალურად დავწიეთ, ანუ ეს რაღაცნაირად კურსების ხანგრძლივობა მაქსიმალურად შევამცირეთ. სხვადასხვა ჩვენ გვაქვს სახელმწიფოსთან შეთანხმებული კურსები, რომელიც ეს არის რაღაცა სტანდარტია, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად შევიმუშავეთ და ჩვენი კურსების გავლა სჭირდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მომავალში აპირებს რომ დასაქმდეს შინმოვლაში. იქნება ეს ჩვენი ორგანიზაცია თუ სხვა. ეს არის სულ ორკვირიანი კურსი, ანუ ეს პირველი გადამზადება არის 2 კვირა, ანუ ჩვენთან მოდიან 2 კვირა გადიან ამ კურსს, შემდეგ არის 2 კვირა სტაჟირება, ეს არის უკვე რაღაც ანაზღაურებადი სტაჟირება და მერე შეუძლიათ რომ უკვე ჩაერთნენ ჩვენ სამუშაოში. ხო, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, როგორც მოგეხსენებათ, ანუ პაციენტებს ჩვენ ვემსახურებით უსასყიდლოდ, ანუ ეს ჰოსპისის არის უსასყიდლო, თვითონ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს ჩვენ ვუხდით ხელფას, ანუ ანაზღაურება აქვთ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ გვეხმარება საპატრიარქო და გვეხმარებიან ადამიანები რაღაცა მუდმივად შემოწირულობებს. მომზადების კურსებიც არის უფასო, ანუ ამაში არაფერს არ იხდიან. აქ შემდგომ მოგიხსენებათ და შემდეგ უკვე არის ანაზღაურება. ასე ვთქვათ, ეს არის ყოველდღიური საქმიანობა თუ არის ეგრეთ წოდებული ცვლილები, როგორც დაუშვათ არის. ისეთ როგორ არის, რამდენიმე ვარიანტია ჩვენთან დასაქმების. ერთი არის, როდესაც ადამიანი მუშაობს შინმოვლაში, როგორი 10-დან 6 საათამდე შაბათ-კვირას ისვენებს და დღის განმავლობაში მიდის რამდენიმე პაციენტთან. 4-5 პაციენტთან, ანუ ბინაზე დავდივართ პაციენტებთან. ეს არის ერთი ვარიანტი. ეს არის სრული განაკვეთი ამ სამსახურის. შეიძლება ვთქვათ, ვიღაცას არ ეწალოს სრული განაკვეთი და თქვა ჩვენთან მუშაობდეს ნახევარი განაკვეთი, თქვა 2 დღე კვირაში, 3 დღე კვირაში, ესეთ რაღაცებიც მისაღებია. მეორე ვარიანტი არის მორიგეობები, როდესაც მოწყალების დები, ასე ვეძახით ჩვენ ექნებსაც და მოვლელებს ვეძახით მოწყალების დებს, მუშაობენ ჰოსპისში 24 საათიან მორიგეობებში, დაახლოებით 4 დღეში ერთხელ არის მორიგეობა, მორიგეობაში არის 2 ექთანი ერთად, ექთანი და მოვლელი. და არის კიდევ, როდესაც ბინაზე ვაგზავნით პაციენტებს უკვე მთელი დღის განმავლობაში, ან ეგრეთ წოდებულ პოსტებს ეძახენ, 24 საათით ბინაზე. აქაც წინასწარ განსაზღვრული არ არის გრაფიკი, აი პაციენტის მოთხოვნიდან და მოწყალების დის შესაძლებლობიდან გამომდინარე, იგეგმება ყოველი კვირის დასაწყისში. ანუ საკმაოდ მორგებული სამუშაო განრიგია, ვისაც ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართო და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუწიოთ დახმარება. ბოლოსკენ, ჩვენი საუბრის ბოლოს დაინტერესების შემთხვევაში, სურვილის შემთხვევაში, სად როგორ შეიძლება მოგმართონ, გაიგონ ინფორმაცია და ნუ შემდგომ უკვე თქვენ აუხსნით ჩართვას. ხო, იცით რა, ჩვენ Facebook გვერდი გვაქვს ჰოსპისი ფერისცვალება, რომელიც საკმაოდ აქტიურია, იქ ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ მოგწეროთ. ან თვითონ მონასტერში, ხშირად ესეც ხდება ხოლმე, რომ ფერისცვალების მონასტერში თვითონ შეუძლიათ მოვიდნენ და ფერისცვალების ტაძრის შესასვლელთან არის ჩვენი პატარა ჰოსპისი, რომელთანაც პირდაპირ შეუძლიათ დაგვეკაკონოთ. და აი ამ პროგრამას რაღაც ვადები აქვს კონკრეტული თუ რაღაცა დროში როგორ არის?
საერთოდ ამ თვითონ ამ სწავლებას ჩვენ გვაქვს ხოლმე ძირითადად 3 თვეში ერთხელ. თუმცა ვინაიდან ძალიან უგჭირდება კადრები და ეს 3 თვედაც და არ გვინდა ხოლმე თუ შეიკრიბება ჯგუფი შეიძლება უფრო მალე ჩაუტაროთ ან ინდივიდუალურად ჩაუტაროთ რომ რაც შეიძლება მალე ჩავრთოთ. თქვენ რამდენი ხანია ჩართული ხართ ამ კეთილ მე დაახლოებით 8 წელია. დაახლოებით 8 წელია. მივედი როგორც მოხალისე. ხო ჩვენ ყავს მოხალისეებიც რომლებიც ანუ კვირაში 2 საათს უთმობენ ჩვენ საქმიანობას, ისინი არიან მუდმივად ჩვენთან დასაქმებულები, მაგრამ მე მოდიან და ასეთ ადამიანებსაც ვეძებთ, ხო ვთქვათ, რომელიმე მოხუც ან არა მოხუც, ანუ მუძლურობაში ყოფ ადამიანს ამოერჩევენ და ხო და 2-2 საათით მიდიან კვირაში და რაღაც ესე ძალიან დიდი ნუგეშია ყველა იმ ადამიანისთვის. და ყველაზე მთავარი ვთქვათ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, უსი დახმარება პირდაპირ მოწოდებას ნებისმიერი ქრისტიანის მოწყალე სამართლის შემთხვევაც გვახსოვს და ეს არის ძალიან კეთილი საქმე და ვისაც შეუძლია ალბათ ამაზე დიდ თავის თავს პირველ რიგში და თავის უსულ ვერაფერს ვერ გავუკეთებს. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა და ჯერია რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგიდგება. დიდი იმედი მაქვს. ჰოსპისი ფერიცვალების აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ფალავანდიშვილი საუბრობდა სტუდიაში. რამდენიმე წუთში დაგებრუნდები დაგვალოთ.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას ემოციური ინტელექტი და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში, განვითარებაში. თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა. ქალბატონ მარინა, დილამშვიდობისა, მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, გამარჯობა. ემოციური ინტელექტის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ, რაც ესეთი ძალიან პოპულარული თემა არის ბოლო დროს. ჩვენ ვიცით რომ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები ითვლებიან ნიჭიერებად, განვითარებულებად, მაგრამ აი ვთქვათ, რას განაპირობებს ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანის განვითარებაში ემოციური ინტელექტი, აი სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ და რა ურთიერთკავშირი არსებობს ემოციური ინტელექტსა და IQ-ს შორის, ხო? კოგნიტური ინტელექტს შორის. აი ჯერ დავიწყოთ განმარტებით. რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი? რა არის? მადლობა, მართლაც ახალი თემაა. ნუ ახალი რა, არც ისე დიდი ხანია ამ თემაზე დაიწყეს საუბარი და აღმოჩნდა, რომ ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობებში და წარმატების მიღწევისთვის. ხა, ვისთვის რა არის წარმატება, ეს ალბათ თვითონ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ადამიანის არ შეუძლია მარტო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, საზოგადოებასთან და ხილულ და უხილავ სამყაროსთან, ეს არის ერთმნიშვნელოვანი. ემოციური ინტელექტი თავისთავად არის ის, რაც შეიცავს მდგენელებს გარკვეულწილად. და მოდით, ყველა ავტორი სხვადასხვანაირად უყურებს, მაგრამ მე ვთქვათ, ერთ-ერთს ვიტყვი, რომელსაც მე ყველაზე მეტად მომწონს და ვეთანხმები. პირველი ეს გახლავთ თვითშემეცნება. ანუ ეს თვითშემეცნება თუ ვინ ვარ მე და სად ვარ მე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა სად ვარ გეოგრაფიას არ გულისხმობ, ვთქვათ, მისამართს, ხო? ანუ მენტალურად სად ვარ, როგორ ვცხოვრობ, რა მინდა, რა შემიძლია, რა მჭირდება, როგორი ვარ. აი რაღაც წარმოდგენა საკუთარ თავზე და განსაკუთრებით ეს სამკუთხედი, რა მინდა, რა მჭირდება, რა შემიძლია, იმიტომ რომ შეიძლება მინდა, მაგრამ არ შემიძლია, შეიძლება შემიძლია, მაგრამ არ მჭირდება და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამკუთხედია. აი ამაში მეტნაკლებად გარკვევა. ეს არ არის არც ერთი ეს კითხვა ეგზისტენციალური, რომ თქვათ ძალიან დამიწებული კითხვებია და არსებობს ახლა კიდე ეგზისტენციალური სულიერი საკითხები, რომელიც თქვათ კიდე შეიძლება სხვა განხილვის საგანი იყოს. მეორე მდგენელი ეს გახლავთ ემოციური რეგულაცია, თვითრეგულაცია. ეს რას გულისხმობს? ანუ ადამიანი არის ემოცია ხო უფრო ადრე იყო ვიდრე აზროვნება. რა თქმა უნდა, ხა არაცნობიერს ყველაფერს იმახსოვრებს, ჩვენ სული არის აბსოლუტურად სრულყოფილი და მან ყველაფერი იცის და ის ინფორმირებულია, ასე ვთქვათ, მაგრამ ცნობიერად ინფორმაციის მიღება და მისი გადამუშავების უნარი ეს თანდათან, ანუ აზროვნების ჩამოყალიბება ხდება, ამას აქვს თავისი ეტაპები ადამიანისთვის, ხო? რაც შეეხება ემოციას, ემოცია არის ჩემი რეაქცია სამყაროსადმი, ხო? ადამიანისადმი. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მე მაბრაზებს, მახარებს, მაშინებს, მასევდიანებს და ასე შემდეგ. რასაც შეიძლება რომ განცდა მივამატო, შეიძლება ჩაითვალოს ემოციად, მაგალითად სიცარიელის განცდა, მაგალითად, რა ვიცი, სისავსის გაყინულობის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევძლოთ ეს რუქა, ჩვენი სხეულის ენა და ის რუქა თუ რომელი ემოცია სადღან იცდება სხეულის რა ნაწილში და რა დროს რას განვიცდით, აი ეს ენა უნდა ვისწავლოთ და ეს ენა არის ძალიან სუბიექტური, ძალიან ინდივიდუალური და ძალიან ჩვენი. ეს არ არის საყოველთაო, იმიტომ რომ თქვენ რაც გაბრაზებს, ის მე არ მაბრაზებს შეიძლება. თქვენ რაც გაშინებს, ის მე შეიძლება მახარებს. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ადამიანებს ერთი და იგივე მოვლენაზე აქვთ აბსოლუტურად სხვადასხვა რეაქციები და სხვადასხვა ემოციები აქვთ. აზრებით სხვადასხვა შესაბამისად და ნუ მერე უკვე ქცევაც და რეაქციებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ საკუთარი ემოციის ამოცნობა შემიძლია, ემოციური ინტელექტისთვის მშვიდ თქვენი ემოციაც შევაფასო. აი, ამას ადრე ეძახდნენ ტაქტიან ადამიანს, ხო გაგიგეთ, აი ტაქტის განსგრძნობა, აქ რო აი როდის რა გითხრას, როდის როგორ მოვიდეს შენთან,
აი როდის შემოვიდეს კონტრაქტით, რომ ხელი მოგაწერინოთ, ხო? იმიტომ რომ ეს ხო მაინც რაღაც წარმატებასთან არის დაკავშირებული და ანუ მე უნდა მოვახერხო, კარგი სტაბილობა მოვახდინო, მე უნდა მოვახერხო, რომ დაგითანხმოთ რაღაცაზე, ხო? ამ გაგებით, ну, იგივე ბიზნეს კუთხით, ბიზნეს ფსიქოლოგიის კუთხით. ამ შემთხვევაში ზოგს ეს ტაქტის განცდა აქვს და ზოგს არ აქვს, ხო? იგივე მაგალითად, როცა ადამიანს უჭირს გლოვაშია თუ სიხარულშია, რა მიმართება გვაქვს მის მიმართ, ამდენად შეგვიძლია ეს ამოვიცნოთ. და სხეული სხვა შორის ვერ იტყუება. ჩვენ კი ვიტყუებით და რა ვცდილობთ მორგებას, გამოძრომას, მაგრამ სხეულს არ შეუძლია ტყვილი და ეს ტყვილის დეტექტორი სწორედ პულსაციით რომ ხერხდება, იტყუება თუ არა ადამიანი, თვალის გუგები რეაგირებენ ამაზე. არ შეუძლია ტყვილის თქმა. აქედან გამომდინარე, ამის ენის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. რომ გამოვიცნოთ ვინმე გვატყუებს თუ არა თუ ნუ ურიგო არ იქნება, ხო? და ხა მაინც ხვის ტყვილზე რო არ დაფიქსირდეთ საკუთარ ტყვილებს რომ მივხედოთ, ეგეც არ იქნება ურიგო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია. შემდეგი მდგენელი არის აი უფრო ნახეთ სოციალური მიმართებები, სოციალური უნარჩვევები, ეგრეთ წოდებული. რას გულისხმობს ახლა ეს სოციალური უნარჩვევები? აი წეგან როგორც გითხარით მე, რასაც ტაქტი დავუძო. ეს არის ის თვით პრეზენტაციის უნარი, მაგალითად რაღაცის, აი შეიძლება მაგალითად თქვენ გააკეთოთ რაღაცა და იმის წარდგინება არ შეგიძლიათ. საკუთარი გაკეთებულზე უკან გაიწიოთ არა იმიტომ რომ ხა ესეთი თავმდაბალი ხართ, არამედ იმიტომ რომ ვერ ახერხებთ მის წარდგინებას. ძალიან და ამერე უკვე მორგებას აკეთებ რომ მე არ მინდოდა ხა მოდი შენ წარადგინე. თავის მართლობას იწყებ. ხო, რაღაცნაირად ხა დაცვითი მექანიზმები ირჩება და ვიღაცა შეუძლია საერთოდ წარმოდგენა არ ქონდეს რა გააკეთეთ, გადახედოს და ისეთი პრეზენტაცია მოაწყოს რომ ასე გონოს რომ ამან ეფიქრა ამაზე დღეები, ხო? და შეიძლება მიიღოს აპლოდისმენტი. აი ეს არის უნარი, ასე ვთქვათ. საკუთარი თავის წარდგინების. აი რა გინდათ რომ თქვენ შესახებ ვიცოდე? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რაღაცა ხო გინდა რომ შენ შესახებ ინფორმაცია არსებობდეს, ხო და რაც შენ გინდა ის არის პრიორიტეტული და ის უნდა იმის პრეზენტაცია უნდა შეძლო და მოახერხო, ხო? მნიშვნელოვანია. და იგივე ადამიანმა მოახერხოს რაღაცეთ კეთილი გავლენა მოახდინოს სხვაზე. ანუ იგივე აი ეს ნეიროლინგვისტიკა ძალიან მინდა იქ, მაგრამ სულ პირიქით გამომდის და რა უნდა ვქნა. რაღაც არ მგონია კახაზე. თქვენ ესეთ ვრანდებით ქალბატონი მარიდან რომ ყველაში კარგს ხედავთ, მაგრამ აბა სხვებს კითხეთ. არ ვაპირებ გამოგიწყოს შეტარებას. არა, სხვებიც ასე ვფიქრობთ, კახა. მარინა არის განსხვავებული ქალბატონი, ესე იგი, ის ესწრებოდა იმას სხვებთან როგორ კამათობდი, როგორ ბრაზდებოდა, მაგრამ ის თulis რომ მაინც ძალიან საყვარელი. კაი, ჩემს გამოვიდა ლაპარაკი. განვაგდეთ საუბარ. არა, მართლა ხდება ეს, ეხლა არ ვიხო რომ შეიძლება მინდოდეს რომ რაღაც კეთილი გავლენა მოვახდინო ან მასთან ვინც ფიქრობს რომ შეიძლება რაღაც წინა დღეს ემოციური ყავით დღეს კარგი იქნება მაგრამ აი სად ხდება რომ ეს არასწორად ვაკეთებ არასწორად ვფიქრობ აი ამ ჩემ პრეზენტაციას წარდგინებას არასწორად ვაკეთებ აი იცით სწორი და არასწორი მათემატიკის პასუხია რა ვიცით ის სწორი პასუხია თუ არა და ეხლა რაც შეხება ცხოვრებას ეს არის ძალიან ინდივიდუალური არის რაღაც ისეთი რომელიც შეიძლება ხელს გიშლიდეს ამაში. ეს არის ის გამოცდილება, ის შლეიფი, რაც მოყვება ჩვენ, ის ბრაზები და ტრავმული გამოცდილებები ბავშვობის დროინდელი და ტრავმას რა ახასიათებს, ეს არის ანაბეჭდი ჩვენ სულზე თითქოს და ანაბეჭდის გარშემო ქცევის კონსოლიდაცია ხდება. გარკვეული ტიპის გამკლავების მექანიზმები ხდება და ანუ მაგალითს ვიტყვი, მაგალითად თუ 5 წლის ასაკში მიიღო ადამიანმა რაღაცა ტრავმა ან თქვათ 7 წლის ასაკში ნებისმიერ დასრულობის ასაკშიც მისი გამკლავება არის ბავშვური 5-ის ან 7 წლის ასაკში. რა მომენტში ეს მოხდა? რა მომენტში ის ფიქსაცია ხდება. და ამის ბევრი მაგალითია ხა ამაზე როცა ტრავმაზე გვექნება საუბარი. ნუ სუსტი არის ეს გამკლავებაც, ხო არ არის ისეთი. იცით მოდით შეფასებისგან თავშევიკავ, მაგრამ არის ისეთი, როგორიც მაშინ ქონდა.
ანუ დამახსოვრებული არის ეს. აქედან გამომდინარე თითოეულ შემთხვევას ალბათ კვლევა ჭირდება თუ რა არის, რისთვის ვაკეთებ ამას, რაში, იმიტომ რომ ქცევას აქ მდგენელები მე ვფიქრობ, მე ვგრძნობ, მე სხეულის შეგრძნებები მაქვს და მე ვმოქმედებ და ეს 4 მდგენელი რო აქ ძალიან აქ კოგნიტური ელემენტი ძალიან დიდია, ჩემი შეცდომები კოგნიტური, ჩემი წარმოდგენები, სქემები რაც მაქვს და იმის მიხედვით ხდება დატრიგერება გარკვეული ემოციის, შეგრძნებების და რაღაცას ვაკეთებ და შეიძლება ვფეთქდები მაშინ, როდესაც სიტუაციურად არაადეკვატურად გამოვიყურებოდე, მაგრამ ეს აბსოლუტურად გამოსწორებადი და ისეთია მოვლადია ეს თემა. ახლა რაც შეეხება შემდეგ მდგენელს ბარემ დავამთავრებ, ეს არის ემპათია. და ემპათია გახლავთ ყველამ ვიცით უკვე რაც არის, ეს არის თანაგანცდა, რამდენადაც შემიძლია. მე მაინც ვიყენებ როჯერსის აი ამ მიმართებას, რომ ისეთი ემპათია, რომ მე ზუსტად ახლა თქვენსავით 60 გადაცილებული ადამიანი, ახლა 18 წლის და 15 წლის მოზარდივით რამდენადაც შემიძლია, მე მის მდგომარეობაში შევდივარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ მქონდეს იმის განცდა, რომ ახლა მე ერთ-ერთში რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილებაც, ეს გამოცდილება ზოგჯერ არასწორ გზით მივყავართ, იმიტომ რომ მგონია რომ მივხვდი რაღაცას და სინამდვილეში ვერაფერს ვერ მივხვდი და ჩემი გამოცდილების პროექციას ვაკეთებ. ემპათია არის ინგლისელები ამბობენ, შენი ფეხსაცმელი ჩავიცვა, თურმე გიჭერს, თურმე რა დღეში ხარ და მე კიდე ამას ხოლმე ვერ ვხედავდი და ვერ ვგრძნობდი. ანუ თქვენი თვალებით რომ დავინახო სამყარო ეს არის მნიშვნელოვანი და აი კოორდინატთა სისტემაში მოხდეს შესვლა. ეს კოორდინატთა სისტემა არის ღირებულებათა სისტემა. აი არაერთხელ მithქვამს, აი მაგალითად, ჩვენს ტელევიზიებში, ერთ ტელევიზიაში რომ რაღაც ქმედება არის ღალატი, მეორე ტელევიზიაში არის გმირობა და ეს კი არ იტყუება ეს ხალხი. ის მათ ღირებულებათა სისტემაში და მათ კოორდინატთა სისტემაში ამ ქცევას ქვია. გმირობა ვიღაცისთვის და იგივე ქცევას სხვა კოორდინატთა სისტემაში ქვია ღალატი. მათ შორის რომ მოხდეს რაღაცა კომუნიკაცია, მათ უნდა შეძლონ მისი თვალებით გამოხედოს სამყაროს. ნუ მეტნაკლებად რომ გაიგოს, ახლა შეიძლება არ დაგეთანხმოთ და ემპათია არ ნიშნავს დათანხმებას, ემპათია ნიშნავს მე მესმის შენი. განა გეთანხმები, მართალი ხარ, მტყუანი ხარ, ეს არის შეფასება. არა, მესმის უბრალოდ, განა ყურში მესმის. ანუ მე შემიძლია ეს გავიაზრო. ანუ გულისა და გონების, გული გონიერი რაც არის, კონტაქტი მოხდეს, ხო? ანუ თქვენ რო თქვით წეგან რომ აი სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა რამ აბრაზებს წინს და ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთს გავსჭით ხოლმე ჩვენი აღქმებით, თქვათ მე რამ წინს, მე რამ იხარია და ვედავები მეორეს რომ რა იყო აქ საწყენი, ხო თქვათ და ანუ ამ დროს სხვადასხვანაირად საწყენი. ესა თუ ის და მე ხუთეს ვიტყვი. მე მთელი ცხოვრება. მაგრამ არავინ არ გისმენს. არ ჯერა და мотивация მეხუთე ნუ კიდე გიმერო სხვადასხვა ავტორის სხვადასხვა თulis, მაგრამ ეს მაინც არის ესე იგი პიროვნული და სოციალური მდგენელები. мотивация რა არის? ორი სიტყვით ვიტყვი, мотивация არის პასუხი კითხვაზე რისთვის. ეს პასუხი თუ არ არსებობს, ქცევა შეიძლება ვერ განხორციელდეს. ხა ბევრი რამე მინდა, მაგრამ უნდა ვიცოდე რისთვის მინდა, რაში მჭირდება მე და რა მიზანზე გავალ ამით და мотивация არის ძალიან დიდი ენერგეტიკა, დიდი დრაივი და მას ის ან აქვს ადამიანს, ან არ აქვს და აი ამისი მოპოვებაც შეიძლება, ამაზე მუშაობაც შეიძლება და სწორედ ემოციური ინტელექტი არის ეს ყველაფერი ერთად და არსებობს ტესტიც, სხვათა შორის EQ-ს ტესტი. რომელიც აი ამ მდგენელების მიხედვით ხდება დაჯამება თუ რამდენად მაღალია თუ დაბალია ჩვენი ემოციური. მოკლედ რჩევები როგორ განვივითაროთ ემოციური ინტელექტი და ამით დავასრულოთ. თუ არსებობს რეცეპტი, რა თქმა უნდა, ან რაღაცა რეკომენდაციები. რა თქმა უნდა არსებობს, ადამიანი არ არის სტატიკური მოცემულობა, ეს არის ჩვენი ცხოვრება, არის პროცესი. ეს არ არის ის რა ეხლა აქსიომები არის სარწმუნოებაში და მეცნიერებაში, მაგრამ ცხოვრება არც ერთია ბოლომდე და არც მეორე, ხო? ის არის მუდმივი მოძრაობა. ამ მოძრაობაში რა თქმა უნდა საყრდენები, მთავარი კოორდინატები არ უნდა დაკარგოს ადამიანმა და ის პირობითად statements რო ეძახიან აქსიომები და ის რწმენა შეხედულებები თუ რწმენები, იგივე სარწმუნოება არ ეხება ეს, მაგრამ ეს არის პროცესი და მე დღეს განსხვავებული ვარ ვიდრე გუშინ ვიყავი და გუშინ წინ და იმის წინ.
და სასურველია რომ ვიყო უკეთესი, ხო? ანუ ეს როგორ შეიძლება? აი სწორედ გაცნობიერებით, საკუთარი თავის შესწავლით, საკუთარ თავზე დაკვირვებით, იმიტომ ადამიანი არის ერთადერთი არსება ამ სამყაროში, რომელიც ობიექტი და სუბიექტი ორივე ერთად არის. ანუ მას შეუძლია როგორც სუბიექტს, როგორც ობიექტს დააკვირდეს, როგორც სუბიექტი. ანუ თავის თავს დააკვირვა, თვითდაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თვითგანსჯა, თვითკრიტიკა და აქედან გამომდინარე, რატომაც არა, თუნდაც რომ ჩავშალოთ ამ დგენელებად, რაც ახლა მე ვთქვი, თითოეულ მათგანზე შეიძლება მუშაობა ცალ-ცალკე და ერთად და შეიძლება რომ ეს განვითარდეს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონი მარინა გაჭარავა ფსიქოლოგი ვესაუბრება და დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერი დღეს გისურვებთ. მადლობა რომ გვიყურეთ. კახა მითიაშვილი და ელისაბედ აბულაძე მუშაობდით თქვენთვის სტუდიაში. ნახვამდის.